ჩემი ოცნება გამოვიდა წარმატებული ბალერინა. ამისთვის აუცილებელია იყო შრომის მოყვარე, ქონდეს ჭკუა, იყო მიზანდასახული. ძალიან მინდა ბალერინა გამოვიდე, მაგრამ შეიძლება ეს ოცნება არ ამიხდეს. როდესაც კონცერტები იწყება, ძალიან ნერვიულობ, მაგრამ როდესაც სცენაზე ვდგევარ, ეს ყველაფერი მავიწყდება და თავისუფლდები. ბალერინა ეს სწორედ ის პროფესიაა, რომელზეც ბავშვობაში ქალების თითქმის 90% ოცნებობს. მოქნილი, დახვეწილი, რითმული და ნაზი მოძრაობა ულამაზეს სანახაობას ქმნის. პაჩკა და პუანტები ბალერინას განუყოფელი ატრიბუტებია. ბალეტი ჯერ კიდევ ევროპაში, აღორძინების ეპოქაში, მე-16 საუკუნეში ჩაისახა. თანდათან განვითარდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრული სანახაობიდან სასცენო ხელოვნების დამოუკიდებელ სანახაობად ჩამოყალიბდა. ბალეტის სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ. საბალეტო სკოლაში 8 წლის ბავშვებს იღებენ. ბალეტს გრაცია, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება. ამიტომ მასწავლებლები სწორედ ამ მონაცემებით დაჯილდოებულ ბავშვებს ეძებენ. ერთი შეხედვით მსუბუქი და მარტივი მოძრაობების სწავლა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბალეტი ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე ვთქვათ კარიერა, ან ცხოვრების სტილი, ან რეჟიმი. თუმცა საინტერესო არის მართლა, იცით რა, რომ ბალეტს როგორც სხვა აღიქვავს, რომ როგორი უნდა იყოს, აი როგორც ბალეტი, ისე მე არასდროს არ აღმექვია. ბალეტი მოითხოვს თავგანწირვას, ფანატიზმს, მე ესე არასდროს არ შემიხედავს მისთვის. უბრალოდ მე მიყვარდა ძალიან და მეგობრობდით მე და ბალეტი და ჩემი ბალეტი მქონდა ჩემს ქვეცნობიერში. ჩემთვის ჩემი მეორე მეა და ვიღაცისთვის რაღაცა გოლი, მიზანი, მისაღწევი და გადასალახი რაღაცა სირთულეები ჩემთვის ესე არ ყოფილა და ამიტომ შეიძლება მწვერვალისკენ მისწრაფება არც მქონია არასდროს. უბრალოდ ვაკეთებდი ამ საქმეს. ბალერინებს არ აქვთ უფლება რომ ქონდეთ მუზა, იმიტომ რომ ცეკვავენ სხვის მუზას. ანუ ბალანჩინს რო დიდი მუზა მოვიდოდა და დადგავდა გენიალურ ბალეტებს, მერე მოდიოდა ჩვენამდე და ჩვენ მის მუზას მხოლოდ მისი მოძრაობებით უნდა ჩავწვდეთ და ესეც ძალიან მაგარი პროცესია მართლა. მაგრამ ჩემი მუზა ალბათ თუ კი ქორეოგრაფი გავხდებოდი, ვთქვათ, შემთხვევაში შეიძლებოდა გამოხატულიყო. ძალიან ხშირად არის ბალერინა მარტო, მოცეკვავე მარტო, როდესაც მარტო თავისთვის მოძრაობს, ან ხურდება და აქაც მუზაა საჭირო, თუნდაც იმითი რომ გახურდე და შენ არავინ არ გავალებს იმ მოძრაობებს, რითიც უნდა გახურდე. შენ თვითონ იცი შენი სხეული. აი მანდაც მუზა მოდის სხვათა შორის და თუნდაც იმ მუსიკის არჩევაში გჭირდება მუზა, რასაც მოусმენ და რითიც გახურდები ან წაივარჯიშებ ან იმუშავებ უბრალოდ. ან მუზა იმაშიც გჭირდება რომ აირჩიო რომელია შენი საყვარელი როლი. გონიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა, შრომის უნარიანობა, შრომის მოყვარეობა და იმის ცოდნა, რაც გინდა რომ გააკეთო და პირველ რიგში აქამდე თუ მიხვალ უკვე ესეთი გამოგრძნებული, კარგი დაალაგებული ტვინი გაქვს, ამას თუ მიხვდები, მერე უკვე დანარჩენს შენს მიხვდები რა გჭირდება იმ კომპონენტებს შენ თვითონ ჩამოაყალიბებ და შენ თვითონ დაასკვნი იმას, რასაც მე ახლა ვთქვათ 27 წლის ასაკში ვამბობ როგორც ბალერინა. პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებითაც ბალეტის ხაპარია. იმიტომ რომ ეს ესეთი სიფრიფანა კაბები, ის გვირგვინი, პრინცესა, თუნდაც მაკნატუნას ისტორია, გედი და ასე შემდეგ.
ბავშვობაში მეც ვოცნებობდი ბალერინობაზე, მაგრამ არ გამოვიდა. დღეს კი შევეცდები ეს ოცნება ავისრულო. დავრწმუნდი იმისთვის, რომ გახდე ბალერინა საჭიროა მუდმივი მუშაობა. შვიდი ნერვები და რასაკვირველია ბალეტის უსაზღურო სიყვარული.